სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. თქვენ ხედავთ ქრისტეს მიერ უძმებო და დებო, რომ დიდ მარხვაში როგორი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მიცვალებულების ხსოვნას და ეკლესია სამჯერ მოიხსენებს მიცვალებულთა სულებს, მათ სახელზე აღესრულება წირვა და წელიწადში საერთოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში 7 მსახურება მიცვალებულების წმინდა წერილის მიხედვით. როდესაც ღმერთმა შექმნა სამყარო, ყველაზე ბოლოს ღმერთმა გააჩინა ადამიანი. მოიღო ღმერთმა მტვერი მიწისა და შექმნა კაცი ხატად და მსგავსად თვისად. და შთაბერა მას სიცოცხლის სული და იქნა კაცი ცოცხალ არსება. წმინდა წერილის მიხედვით ადამიანი გაცოცხლდა მას შემდეგ, რაც ღმერთმა მატერიალურს მიწისაგან შექმნილს შეუერთა სული, შთაბერა სული, ცხოველი, შეერთდა სული და ხორცი და ადამიანი გაცოცხლდა. ცოცხალი ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან და ადამიანი მანამდეს არის ცოცხალი, სანამ სული და ხორცი არის ერთად. სიკვდილი არის მდგომარეობა, როდესაც სული გაეყრება ხორცს და ხორცი რჩება მარტო სულის გარეშე. ბიბლიაში არის ესეთი წიგნი, ეკლესიასთან, ეს არის სოლომონ ბრძენის, სოლომონ წინასწარმეტყველის დაწერილი, სადაც წმინდა წინასწარმეტყველი ბრძანებს შემდეგს. მიწახარ და მიწადვე მიიქცევი და სული დაუბრუნდება ღმერთს, რომელმაც შთაბერა. ბუნებაში არსებობს მარადიულობის კანონი, ეს ჩვენ გვასწავლეს სკოლაში, ფიზიკაშიც გვასწავლეს. ანუ ბუნებაში არსებული ენერგიები, რომელიც ღმერთმა მიანიჭა სამყაროს, ერთი სახიდან გადადის მეორეში, მერე მესამეში, მეოთხეში, ისე პირველში ბრუნდება. ანუ ბუნებაში არაფერი არ იკარგება. ყველაფერი ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს. ამიტომაც მიწისაგან შექმნილი ადამიანი ისევ მიწად გადაიქცევა, როგორც წმინდა წერილი იძახის და სული, რომელიც ღმერთმა შთაბერა, ისევ ღმერთს უბრუნდება. მაგრამ ჩვენ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ყველანი ღვთის წინაშე მოხვდებიან სიკვდილის შემდეგ, ფუფუნებაში, ნეტარებაში და განცხრომაში იქნებიან, ესე არ არის. პავლე მოციქული ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულთაგანი წერს შემდეგს, ახალ აღთქმაში უკვე. არის ერთხელ სიკვდილი და შემდეგ სასამართლო. და თვითოული ჩვენთაგანი უნდა გამოცხადეს ღვთის სამჟავროზე და პასუხი აღოს ყველაფერზე, რაც უქნია სულს ხორცში ყოფნისას. არ არის დაფარული, რომელი არა განცხადნეს. ანუ ჩვენ თუ როდისმე რამე გაგვიკეთებია, ყველაფერზე მოგვიწევს პასუხისგება, ყველაფერი იქნება გაშიშვლებული. ღვთის სამჟავრო იქნება ანგელოზების თანდასწრებით, წმინდანების, მოციქულების, მღვდელმთავრების, მოწამეების თანდასწრებით და იმ ჩვენი ნათესავების თანდასწრებით და ახლობლების თანდასწრებით, ვინც არიან სასუფეველში. ვინც ჯოჯოხეთში არიან, მათ თავიანთი განსაცდელი აქვთ და თავიანთი ჭირი და ვარამი აქვთ. ადამიანი ღვთის წინაშე წარდგარი პასუხს აგებს თითოეულ ჩადენილ საქმეზე, თითოეულ ნათქვამ სიტყვაზე და თითოეულ შეწყნარებულ აზრზე, რომელიც მან მიიღო და არ განაგდო ბოროტი აზრები, არამედ შეიწყნარა და დაიწყო ტკბობა. ეს არის უმძიმესი წუთები ადამიანისათვის. როგორც წმინდა მამები იძახიან, როგორც ფოთოლი რხევა ქარზე, ესეთ რთის კაცი ღვთის სამჟავროზე. მე შეგახსენებთ ერთ ეპიზოდს წმინდა წერილიდან ფერისვალების შემთხვევას, როდესაც მაცხოვარმა თაბორის მთაზე გაიყვანა 3 წმინდა მოციქული, პეტრე, იაკობი და იოანე და მათ წინაშე ფერი ვიცვალა და როგორც ტროპარი ბრძანებს ფერისვალების, რა დიდებით, როგორც შეეძლოთ მათ დატევა, მათ გონებას და მათ სიწმინდეს, აი ესე უჩვენა თავის თავი, ბოლომდე არ უჩვენებია. და მოციქულები ისე შეშინებულები იყვნენ, რომ პირქვე დაემხნენ, ყურება ვეღარ შეძლეს. ფერისვალების დროს არ ყოფილა განკითხვა, უფალს არ უთქვია, რატომ ქენით ესეა, სამჟავრო არ ყოფილა. თავისი დიდება აჩვენა უბრალოდ. იმ დონით, რა დონითაც კიდევ ერთხელ გიმეორებთ, იმ დროს დედამიწაზე მცხოვრებმა 3 ყველაზე წმინდა ადამიანმა შეიძლება ამის დატევა. და მათ ვერ შეძლეს ეს. წარმოვიდგინეთ, რა დღეში აღმოჩნდება ღვთის სამჟავროზე კაცი განკითხვის ჟამს, როდესაც ყველა ქმედებაზე იქნება დასმული კითხვები ღვთის მიერ. იქნება ცილისწამება ეშმაკების მიერ, რომლებიც პირდაპირ ბრალსდებენ ადამიანს, ეუბნებიან, ეს გააკეთა, ეს გააკეთა. ეს არის უმძიმესი წუთები ადამიანისათვის. როგორც მიწიერ სასამართლოზე, მოსამართლე ასამართლებს ჯავრდებულს და მას იცავს ვეკილი ანუ ადვოკატი, აი ესევე ღვთის სამჟავროზე მიცვალებულ სულს მეოხად უდგება ქრისტეს ეკლესია. ეკლესია ლოცულობს და ევედრება უფალს, რომ უფალო შეიწყალე სული მონისა შენისა, შეუმდე, აპატიე, მიუტევე, აი ამ თხოვნას ექვია წესის აგება, ანუ პანაშვიდი. მაგრამ ყოველი ადამიანის სულისათვის ამის თქმა ნებადართული არ არის მაცხოვრის და წმინდა წერილის მიერ. არის შემთხვევები, როდესაც აკრძალულია ადამიანისათვის ლოცვა. კერძოდ ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი არის მონათლული, რადგან მაცხოვარი პირდაპირ ბრძანეს, ამინ ამინ გეტყვით თქვენ,
რომელი არაიშვა სულითა და წყლით, მას ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფევლისა ღვთისა, ანუ ის კი არა რომ მას ღმერთი არ შეუშვებს სასუფევლოში, მას ვერ ხელეწიფების. მოუნათლავ ადამიანს, ადამიანის ცოდვით დაბეჭდილს, ადამიანის ცოდვით დამძიმებულს, ამ ცოდვით სამოთხეში შესვლა არ შეუძლია. ეს ცოდვა უნდა ჩამოირეცხოს და ეს ჩამოირეცხვა ხდება ნათლისღებით. ამიტომაც მოუნათლავისათვის ლოცვა არ შეიძლება და მეორეა შემთხვევა, როდესაც მაცხოვარი იძახის, თან ახეთ ვინ იძახის ამას, ყოვლად მოწყალე მაცხოვარი იესო ქრისტე. ამინ ამინ გეტყვით თქვენ. ყველა ცოდვა მიეტევება კაცს, სულიწმინდის გმობელს არ მიეტევება არც აქ, არც იმ სოფელში და სულიწმინდის გმობელი მიდის გეენიაში. რა სახის ცოდვაა სულიწმინდის გმობა და რატომ ესეთი მკაცრი განაჩენი მისადმი? სულიწმინდის გმობის რამოდენიმე სახეობა არსებობს. პირდაპირ გინება სულიწმინდისა, თვითმკვლელობა ერთ-ერთი ამის გამოვლინებაა, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობა სულიწმინდის გმობის ეს არის არასწორი სარწმუნოების მიმდევრობა. ჩვენ ვიცით რომ წმინდა წერილი დაწერილია სულიწმინდის კარნახით. თითოეული წერტილი, თითოეული მძიმე, თითოეული ასო სულიწმინდა მუკარნახა ჯერ წინასწარმეტყველებს ძველ აღთქმაში და მოციქულებს ახალ აღთქმაში და მათ ეს ყველაფერი პირდაპირ სულიწმინდის კარნახით დაწერეს. სახარება, ანუ წიგნი, რომელიც სიხარულის მომგვრელი უნდა იყოს, ნახეთ რა ქვია სახარება. თავდება ესეთი სიტყვებით. ვინც ამ წიგნს ერთი იოტა დაუმატოს, ის წყლულები დაემატოს, რაც ამ წიგნში წერია, ლაპარაკია წარღვნაზე, ჯოჯოხეთზე, ბუგრებზე და სნეულებებზე და ეპიდემიებზე, რაც სახარებაში წერია. ხოლო ვინც ამას ერთი იოტა დააკლოს, სასუფევლის დიდებას დააკლდეს და მისი სახელი ამოშლილი იქნას ცხოვრების წიგნიდან. აი ესე თავდება სახარება. ანუ ის ადამიანები, ვინც სახარებას შეცვლიან, დააკლებენ და მიუმატებენ იმას, რისი გაკეთებაც არ შეიძლება, ვევლინებიან სულიწმინდის მოწინააღმდეგეებად, რადგანაც სახარება სულიწმინდის კარნახით არის დაწერილი, სულიწმინდის მტრებად და მგმობელებად. და თავის თავს ავტომატურად იყენებენ მაცხოვრის ამ კაცრი განაჩენის ქვეშ. ანუ არასწორი სარწმუნოების მიმდევარი ადამიანებისათვის ლოცვას გზალავს იესო ქრისტე. ეხლა იბადება კითხვა, როგორ კაცო? ამდენი ხალხი ჯოჯოხეთში მოხდება და მარტო მართლმადიდებლები გადარჩებიან დედამიწაზე და ჯერ ვინ იძახის რომ ყველა მართლმადიდებელი გადარჩება. იუდა მოციქული იყო, მაგრამ ჯოჯოხეთში წავიდა. ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოიკითხება. ჩვენი ყოფაც და დღევანდელი მდგომარეობა ჩვენი ცოდვების გამო ბრალია. ღმერთმა მოგცა მეტი და ამას არ ვაკეთებ და ნახეთ რა დღეში ვართ. მაგრამ რაც შეეხება არასწორი სარწმუნოების ადამიანების ხვედრს, ადამიანმა როდესაც მაცხოვართან მიდის ერთ-ერთი მდიდარი ჭაბუკი ეკითხება რომ უფალო სასუფეველი როგორ დავიმკვიდრო? იესო ქრისტე ეუბნება, იყვარდეს ღმერთი ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი და მთავარი ცნება და მეორე ამ მსგავსი ამის იგი იყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი. ანუ ცხონებისათვის აუცილებელ პირობად მაცხოვარი წარმოაყენებს ორ პირობას. ეს არის სწორი ურთიერთობა ადამიანსა და ღმერთს შორის და მეორეა სწორი ურთიერთობა ადამიანებს შორის. მაგრამ ამ ორიდან ქრისტეს სიტყვებიდან გამომდინარე უპირატესი ყოფილა პირველი, ანუ ადამიანსა და ღმერთს შორის სწორი ურთიერთობა და მეორე ყოფილა მსგავსი პირველის. და ნახეთ ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობაში როგორ ვითარდება ეს ყველაფერი, გიყვარდეს ღმერთი ყოვლითა სულითა შენით. ეს არის პირველი საფეხური, ღმერთის სიყვარული ემოციურად რო გიყვარს, აი ღმერთი ფიქრობ. მე ეს ყველაფერი გადადის გულში. მე ეწყებ ყველაფერი ამის გამოკვლევა და გიყვარდეს ღმერთი ყოვლითა გონებითა შენით. ანუ გონებით უნდა შეიცნო. შენ თუ ღმერთი სწორად ვერ შეიცანი გონებით, მას ვეღარ შეიყვარებ ყოვლითა ძალითა და პირველი მცნება გამოდის დარღვეული. თუ ადამიანმა არ იცის სწორად ვერ საუბროს ინგლისურად, მას ამერიკის მოქალაქეობას არ მიცემენ. კაცმა თუ არ იცის ფრანგული, იგი საფრანგეთის მოქალაქე ვერ გახდება. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ადამიანმა თუ არ იცის ღვთის შესახებ სწორი სწავლება, იგი სასუფეველის მოქალაქე ვერ გახდება. შენ თუ ღვთის შესახებ არასწორი სწავლების მატარებელი ხარ, სასუფეველის მკვიდრი ვერ გახდება. იმიტომ რომ ეს არასწორი სწავლება იესო ქრისტეს სიტყვების თანახმად არის შეურაცხყოფელი სულიწმინდისა და არის სულიწმინდის გმობის გამოხატულება. მაგრამ ყველაზე მეტად ჯოჯოხეთში მართლმადიდებელი ქრისტიანები რჩებიან. ვისაც მეტი მიეცა, იმას მეტი მოიკითხება. წმინდა იოანე ოქროპირს აქვს ესეთი წიგნი 6 სიტყვა მღვდლობისთვის. წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი უნდა ეკურთხებინათ მღვდლად და ის გაურბოდა მღვდლობას
და არის დიალოგი მასსა და მის მეგობარ ბასილს შორის. და პირდაპირ ეონება შენ ბასილი ეონება რას აკეთებ კაცო ლათნა გაკურთხო და რევს აკეთებ. რატო იძახი უარსო? და წმინდა მღვდელმთავარი უხსნის მას რატომ არ უნდა მღვდლობა? და პირდაპირ ეონება შენ მე რომ მეუნები რომ მღვდელი გავხდეო, ამითიო სასიკვდილოდ მიმეტებ. და მოყავს ის არგუმენტები, უბრალოდ მოყავს ის მაგალითები, როგორ განიკითხება მღვდელი ღვთის წინაშე. მღვდლების უმეტესობა მიდიან ჯოჯოხეთში. სიკვდილის შემდეგ. ეპისკოპოსებიდან კიდევ უფრო მცირედ ცხონდებიან. რაც შეეხება პატრიარქებს, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში დაახლოებით 350 კათოლიკოს პატრიარქი იყო, ერთიანი საქართველოს თუ ცალკე დასავლეთის და ცალკე აღმოსავლეთის. მხოლოდ 10 მათაგანია წმინდანი. დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ. ეს ეხება მღვდლებს და წარმოიდგინეთ ერის ხალხი ახლა. მართლმადიდებლობა, ანუ სწორი სწავლება აუცილებელია ცხონებისათვის, სწორი სწავლება აუცილებელი პირობა, მაგრამ არა საკმარისი. პირიქით, ეს არის უდიდესი ვალდებულება ღვთის წინაშე და ძალიან დიდი პასუხისგებლობა. ამიტომ ჩვენ რომ ვიძახით, რომ არა მართლმადიდებლები ვერ ცხონდებიან და ჩვენ რა ცხონდებით რომ. კიდევ გიმეორებთ, იუდა მოციქული იყო და ჯოჯოხეთში მოხვდა. და ისეთი საზარელი სიკვდილით მოკვდა, რომ თავი ჩამოირჩო, გასივდა და გასკდა. მაკარ ეგვიპტელის ცხოვრება შეგახსენებთ, წმინდა მაკარი მოდის უდაბნოში და ხედავს თავის ქალაქდია. და თავის კვერთხს დაადებს და ეუბნება იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ მითხა ვინახარ. ეს ეუბნება მე ქურუმი ვარ. ანუ ეშმაკის სახური, წარმართი ქურუმი. ეხა ჯოჯოხეთში ვარ და ვიტანჯებითო. მაგრამ ჩემს დაბლო, მე მართლმადიდებელი ეპისკოპოსის მხრებზე ვდგევარ, ის ჩემს დაბლა არის. ანუ ეს უნდა იყოს ჩვენთვის ნიშანი იმისა, თუ როგორ უნდა ვიქცეოდეთ. რომელმან ერთი კაცი დააბკოლოს, ჩემსკენ მომავალი იძახის იესო ქრისტე მისთვის უმჯობესი არ დაიბადოს და თუ დაიბადება, ჯობია ყელზე წისქვილის თქვა მომაგვია წყალში გადააგდო. ესეც სახარების სიტყვები. მაშინ რა ვქნათ ახლა, როგორ მოვიქცეთ? აი ამისთვის წმინდა ეკლესიამ ღმერთმა დაადგინეს მიცვალებულთა მსახურება. რომ ჩვენი მიცვალებულები ვინც ამ სოფლიდან არიან გასულები, მათთვის ვილოცოთ. მე ერთ ეპიზოდს შეგახსენებთ წმინდა თეოდოსი ჩერნიგოვილის ცხოვრებიდან. ეს არის წმინდა მღვდელმთავარი, რომლის წმინდანად შერაცხვაც უნდა მოხდარიყო მე-19 საუკუნეში. და გათხარეს მისი საფლავი ტაძარში და ამზადებენ შერაცხვა და მერე წმინდა ნაწილები ამოაბრძანონ, როგორც ხდება ხოლმე ანაწილებენ მერე წმინდანების ნაწილებს. და იმ ღამეს სამორიგეო ტაძარში დარჩა საფლავთან ერთ-ერთი მღვდელი, რომელსაც ფსალმუნები უნდა ეკითხა, ლოცვები გადაეხადა და მას ჰქონდა ესეთი ხილვა, გამოეცხადა თეოდოს ჩერნიგოველი და ეუბნება ძალიან გთხოვ, მამაო, ჩემ მშობლებისთვის ილოცეო, მათს მარიამი და ნიკიტა ქვიათ. და ეს რომ შენ ვინახარ, მე თეოდოსი ვარ, ჩერნიგოველი. და მე როგორ ამთხოვ, მათ ხონასო, შენო სამოთხეში არ ახარო კაცო. შენ უფრო ახლო არ გიხარ ღმერთთან, შენს თხოვე, მე ჩემ თხოვნას რა ძალა აქვს ისეთი როგორ ჩვენსო. და ნახეთ რას პასუხობს წმინდა მღვდელმთავარი. ლიტურგიაზე აღსრულებული სახურებაო უფრო მეტია ვიდრე ჩვენი თხოვნა. ანუ როდესაც მიცვალებულებისათვის ნაწილს იღებენ და ბარძიმში უშვებენ, ეს არის ყველაზე დიდი. აი ამიტომაც ეკლესია ადგენს მიცვალებულთა მსახურებებს. მართლმადიდებლური სწავლებით, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მე-40 დღეს ხდება მისი განკითხვა. მე-40 დღეს ის დაიდებს ბინას ან ღვთის მარჯვნივ, ან მარცხნივ. მარჯვენა და მარცხენა პირობითია სამოთხის და ჯოჯოხეთის სიმბოლოები. ვთქვათ, არა მართლმადიდებელი ადამიანი, არასწორი სარწმუნოების მიმდევარი ადამიანი, როგორც გითხარით, ის სულიწმინდის გმობელად წარმოჩნდება ღვთის წინაშე და მისი ხვედრი განსაზღვრულია. ესეთი ადამიანები სასწაულს ვერ ნახავენ. ვთქვათ, მართლმადიდებელი ადამიანი გარდაიცვალა და თავისი მძიმეცოდობის გამო მოხვდა ჯოჯოხეთში, მაგრამ მას ჰქონდა სინანული, იგი ლოცულობდა, ეკლესიურად ცხოვრობდა. მისთვის შეიძლება მსახურება, ლოცვა, ვედრება, ანაშვიდების გაღება, გადახდა, მოწყალების გაცემა მის სახელზე. მაცხოვარი იძახის, ვინც ერთ მშიერს დააპურებს, ის მე დამაპურებს, ვინც ერთ წყურვალს წყალს დაალენებს, ის მე დამალევნებს წყალს, ვინც ერთ შიშველს შემოსავს, ის მე შემოსავს. ანუ მოწყალების გაცემა, დაპურება, გაჭირვებულების, შიშვლების, მშივრების, ეს არის ღვთის მსახურების ერთ-ერთი ნაწილი. ამიტომ მიცვალებულებისათვის აი ესე იქცევიან, გაცემენ მოწყალებას. ასევე გარდაცვალებულებისათვის იხდიან შეკვეთილ წირვებს. აი ამ ლოცვების, ეკლესიის ლოცვების შედეგად მეორე მოსვლის დროს კიდევ ლაპარაკობ, თუ ეს ადამიანი მონანული მართლმადიდებელი ეკლესიური ქრისტიანი იყო, ღმერთმა შეიძლება ის შეიწყალოს. საშინელ სამშაბლოს. აი ამ იმედით ლოცულობთ ჩვენ, ამ იმედით შევიკრიბეთ დღეს ჩვენ, ჩვენი მიცვალებულებისათვის ვიხდით
პანაშვიდებს გავცეთ მოწყალებას და ვფიქრობთ რომ ჩვენ ხო არ ვიცით ისინი სად არიან. ამიტომაც ლოცულობ და თხოვთ ღმერთს რომ ღმერთფალო შეიწყალე. ეხლა თუ არა მეორედ მოსვლის დროს მაინც შეიწყალე. მთელი სასუება გვაქვს ღმერთზე და ღმერთმა ისმინოს ჩვენი თხოვნა, ჩვენი ლოცვა და ჩვენი მედრება. მე იოანე ოქროპირის ქადაგებიდან ერთ ეპიზოდს შეგახსენებ, სადაც მინდა მღვდელმთავარი ესეთ სიტყვებს ამბობს, რომ აი წარმოიდგინეთო ლამაზი ადამიანი. როგორი ლამაზიაო, ყველა იმას უყურებსო, ყველას უნდა თვალი შეავლოს. რომ მოკვდება ეს კაცი? თუ არ დაასაფლავე 10 დღეში ისეთ საზრელი შესახედი იქნება. და აღწეს უკბილებს დაკრეჭავსო, რაღაცა გაიწყებს გახსნასო, ობას ხორცისო და საზარელი დასანახავი ხდება. და რა აძლევს სილამაზეს ამ ხორცსო? სული. სანამ სული ამ ხორცისში არის, ხორცთან ერთად არისო, როგორ ტვირთი აკიდებული ყავს ეს ხორცი და ატარებსო. მაგრამ ნახეთ რა უგუნად იქცევენ ადამიანები. ხორცს აფუფუნებენ, ხელებს იბანენ, სხეულს იწესრიგებენ, სუნამოებს ისხავენ, ჭამენ, სვამენ. და სული რომელიც ამ ხორცს ატარებს ტვირთაკიდებულივით და სულის გარეშე დარჩენილი ხორცი რა დღეში ვარდება. საერთოდ არ ფიქრობენო ადამიანები. სული რომელიც ესეთ სილამაზეს გვაძლევს გარეგნულს. საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევთ ამას. ამიტომ წმინდა მღვდელმთავარი გვაფრთხილებს და მეც გაგიმეორებთ ამ სიტყვებს, რომ რა თქმა უნდა ამ სოფლის შვილები ვარ და მიწაზე მიბმულები და მიჭაჯულები გვაქვს და ეს უფალმა ძალიან კარგად იცის და ამიტომაც შუაზე კი არ გაყო და კი არ თქო რომ სამნახევარი თქვენ და სამნახევარი მე 6 თქვენო. ეს 6 დღე იფიქრე შენ ხორცზე, ჭამე, სვი, მოხანი, რაც გინდა გააკეთე, დათესე. 10 ცნება დაიცა. და ერთი დღე უნდა დაუთმო უფალს. იზრუნო შენ სულზე, მიხვიდე ტაძარში, აღსარება თქვა, ეზიარო. 6 დღე ხო ხორცს აძლევდი საჭმელს. ეს ერთი დღე სულისთვის გადადე, რომ სულიერი სასადელი მიიღო წმინდა ზიარება, რომ ეს დანარჩენი 6 დღე კიდე შეუდგე ამასოფლის საქმეებს. ღმერთმა შეიწყალოს ჩვენი წინაპრები, ჩვენი მართლმადიდებელი მამები, პაპები. ერთი რამის თქმა უდაოდ შეიძლება რომ ეს ხალხი ჩვენზე ბევრად აღმატებულები იყვნენ. ადამიანობა ჩვენზე მეტი ქონდათ, სული სისუფთავე ჩვენზე მეტი ქონდათ. ერთგულებაც, მშობლების პატივისცემაც, სიყვარული, თავდადება, მეგობრობა, უბიწოება, ცოლქრული ერთგულება, ყველაფერი ჩვენზე მეტი ქონდათ. ღმერთმა თუ რამე არასწორი ქონიათ, ღმერთმა შეუნდოს და ღმერთმა აპატიოს მან თავიანთი ცოდვები და ჩვენ მოგცეს ძალები, რომ ჩვენი მიცვალებულებისთვის ვილოცოთ ყოველთვის. შეიძლება ადამიანმა ცოცხლებს მოაკლოს ლოცვა, მიცვალებულისთვის ლოცვის მოკლება არ შეიძლება. ცოცხლებს ლოცვას რომ მოაკლებ, ის ცოცხლები თავის თვითონ ილოცებენ. და თუ კი მიცვალებული ჯოჯოხეთშია და ვაებაში და გლოვაშია. ამიტომ ეკლესიის ლოცვები ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს და ღმერთმა შეისმინოს ჩვენი თხოვნა, ჩვენი მედრება და შეიწყალოს მათი სულები. ეცადეთ რომ აი ესეთ მსახურებაზე შვილები წამოიყვანოთ ხოლმე და შვილებმა უყურონ რომ როგორ ლოცულობ ჩვენი წინაპრებისთვის. ჩვენ რო აღარ ვიქნებით ისინიც იგივეს გააგრძელებთ. და ეს ჯაჭვი თუ არ გაწყდა, ჩათვალეთო ჩვენი ქვეყანა გადარჩება. ღმერთმა გაკურთხო და ღმერთმა დაგვრჩა.